საქართველოს ნაკრების და ძიუდოს კლუბ Golden Gori სპორტსმენებმა პარიზის გრანდ სლემზე 2 медали მოიპოვეს. მოპოვებული მედლებიდან ვერცხლი ლუკა მაისურაძემ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხოლო ბრინჯაო ვაჟა მარგველაშვილმა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ანგარიშია. ვიცე-ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძემ სენეგალელი რაიან დაკოსტა, ფრანგი მაქს ლაბორდე და იაპონელი გოგიტა ჯიმა დაამარცხა. ფინალში კი ქართველი ძიუდოისტი სამხრეთ კორეელ იონგონ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ვაჟა მარგველაშვილმა კი ფრანგი რომარიკ ბოუდა და აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი დაამარცხა. ნახევარფინალში ბრანგდაიკი ბუბასთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ნეიტრალური სტატუსის მქონე მურად ჩოპანოვს იპონიც ძლია და მესამე ადგილს დაისაკუთრა. პარიზის გრანდ სლემი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენით ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ღირსებას შიდა ქართლიდან 8 სპორტსმენი იცავდა. როგორც მოგეხსენებათ, პარიზში ჩატარდა დიდი შლემის ტურნირი, რომელიც არის ერთ-ერთი უძლიერესი მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოში ჩატარებულ ტურნირებს შორის და ძალიან პრესტიჟული. ამ ტურნირზე ჩვენი სკოლიდან მონაწილეობას იღებდა საქართველოს ნაკრებთან ერთად, რა თქმა უნდა, 4 სპორტსმენი და აქედან 2 სპორტსმენმა მოიპოვა მედლები. ესენი არიან სახელოვანი და ტიტულოვანი სპორტსმენები. ვაჟა მარგველაშვილი 66 კილოგრამში, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეს სპორტსმენები პირველი წლის დასაწყისი არის და პირველი შეჯიბრება არის წლის დასაწყისში და კარგი სტარტი აიღეს. შემდგომში ექნებათ ალბათ თბილისის გრან სლემი და მერე უკვე ევროპის ჩემპიონატი. და იმედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე და შემდგომ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო უკეთეს ფორმაში იქნებიან და შესაბამის შედეგებს დადებენ. სამწუხაროა, რომ ჩვენმა ლეგენდარულმა სპორტსმენმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერ შეძლო მედლის მოპოვება. ამას ჰქონდა, რა თქმა უნდა, თავისი ობიექტური მიზეზები და შემდგომში დარწმუნებული ვარ, მას აქვს უნარი, რომ თავს მობილიზება აუწიოს, მოემზადოს კარგად და შედეგებით გაგვახაროს. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად ტარდება პარიზის გრან სლემი, რომელიც მსოფლიოს დონის ტურნირია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ნაკრების ბიჭები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას ამ შეჯიბრზე, ამ ეტაპზე იყვნენ წასულები. ესენი არიან მარგველაშვილი, მაისურაძე, მოზაძე, რომლებმაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი. გამონაკლისი ის, რომ ნოზაძემ ცოტა იქიდან გამომდინარე, რომ გადავიდა ახალ წონაში და 60 კილოში ასპარეზობდა, ახლა გადავიდა 66-ში, იქიდან გამომდინარე მედლის გარეშე დაბრუნდა, მაგრამ სამომავლოდ მე ვფიქრობ, რომ ამ წონაშიც გააკეთებს შედეგს, საუკეთესო შედეგს ალბათ და დანარჩენი ახლა მაისურაძე ვიცით, რომ 1 წლის გამოტოვების შემდეგ იასპარეზა და უკვე მეორეთი აიღო ამ ხელა ტურნირზე, ერთი იაპონიის გრან სლემზე აიღო რა ქვია მედალი, ფინალი იჭირდება და ეხლაც კიდე ცოტა აკლია, ცოტა კიდე ფორმაში შესვლა უნდა, ჭირდება, დრო არის საჭირო. მოგეხსენებათ, სპორტი ესეთია, ფორმაში უნდა მეტი შრომა, მეტი ვარჯიში და სამომავლოდ კიდევ ალბათ იქნება საუკეთესო შედეგი მეტის წყალობით.